პარიზი ნელ-ნელა გამოდის შოკიდან, თუმცა გუშინდელი შარლი ებდოს ტრაგედია უკვე გასცდა ერთი ქალაქისა და ერთი ქვეყნის პრობლემის ფარგლებს. სისხლიან ტერაქტს მთელ მსოფლიოში მოჰყვა გამოხმაურება, განსაკუთრებით აქტიურობენ მორწმუნე მუსლიმები, რომლებიც კატეგორიულად გმობენ რელიგიის სახელით ადამიანების ხოცვას. ასეთივე განწყობაა მთელ საფრანგეთში. ქრონიკა დღეს რამდენიმე პარიზელს ესაუბრა და მოისმინა მათი აზრიც. სისხლიანმა ტრაგედიამ რაციონალური აზროვნება მაინც ვერ გაანელა. ამასობაში კი საფრანგეთში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული, გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. ქრონიკა ფეხდაფეხ მიყვება პარიზში განვითარებულ მოვლენებს და ბოლო ინფორმაციას ეპიცენტრიდან ვასილ დაბრუნდაშვილი მოგვაწვდის. მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ამ დრომდე რჩება პარიზის მე-11 გარეუბანი ადგილი, სადაც გუშინ ტერორისტული აქტი მოხდა. აქ არ წყდება ადამიანების რიგები, ისინი მოდიან და ტოვებენ მსგავს წარწერას. მე ვარ შარლი და არა ტერორიზმს. როგორც ცნობილია, გუშინ ამ შენობაში შეიჭრა ორი შეიარაღებული ნიღბიანი, რომლებსაც კალაშნიკოვები ჰქონდათ და ცეცხლი გახსნეს. ამ ინციდენტის დროს დაიღუპა 10 ჟურნალისტი. ორმხრივი სროლის დროს ასევე დაიღუპა 2 სამართალდამცავიც. მთელი დღის განმავლობაში დღეს პარიზი ბელგიის მაგისტრალზე მიმდინარეობდა დევნის ოპერაცია. სამართალდამცავები ეჭვმიტანილების დაკავებას ცდილობდნენ. 8 იანვარი საფრანგეთში გლოვის დღედ არის გამოცხადებული. სახელმწიფო შენობებზე დაშვებულია დროშები. აპერტ ნიკოლას ქუჩა ნომერი 10. დღეს ეს მსოფლიოს პროტესტისა და სოლიდარობის მისამართია. ჟურნალ შარლი ებდოს რედაქციასთან ხალხის ნაკადი არ წყდება. მათ შორისაა ნიკოლა, სტუდენტი პარალელური ქუჩიდან, რომელიც ტერორისტული აქტის შემსწრე გახდა. ახალგაზრდა ადგილზე სროლის ხმამ შეაჩერა. 2 საათი გაუნძრევლად ვიჯექი, ერთი სიტყვაც არ მithქვამს. შემდეგ საკუთარ თავს ვუთხარი არა შიშს და გამოვედი გარეთ იმის სათქმელად, რომ ისლამოფობია არ უნდა გაღვივდეს. არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში ტერორისტები და მორწმუნე მუსლიმები. მე სოლიდარობა ასე მესმის. სოლიდარობა სანთლებით, ყვავილებით და უჩვეულო ფორმით. კოლეგების დაღუპვის ადგილას ჟურნალისტები პრესბარათებსაც ტოვებენ. შეშფოთებული ვარ როგორც ჟურნალისტი და როგორც მოქალაქე. დღეს ჩვენ უარს ვეუბნებით ტერორიზმს. სიტყვის თავისუფლებას კი ვიცავთ იმით, რომ მომავალ კვირას შარლი ებდოს მილიონობით ეგზემპლარი გამოვა. ის კვლავ კარიკატურებით იქნება სავსე და ეს იქნება დასტური სიტყვის თავისუფლების ზეიმის. ზეიმამდე საფრანგეთში გლოვაა გამოცხადებული. მსოფლიო მედიის პროტესტს კი მომავალი რეპორტიორებიც უერთდებიან. მათ შორისაა ლიკა, ქართველი სტუდენტი ბორდოს უნივერსიტეტიდან. მე როგორც მომავალი ჟურნალისტი უერთდები ჩემი თანაკურსელების საპროტესტო აქციას, რომელიც გუშინ დღიდან მთელი საფრანგეთის მასშტაბით იმართება ყველა ჟურნალისტურ სკოლაში, იმის დასტურად, რომ გუშინ განხორციელებული ტერორისტული აქტი იყო არა კონკრეტულად ერთი მედია საშუალებისადმი მიმართული აგრესია, არამედ ეს იყო უპრეცედენტო თავდასხმა ჟურნალისტის პროფესიისადმი. ფრანგული და მსოფლიო მედიის პროტესტის ადგილზე დღეს ქართული წარწერაც დარჩა. მსოფლიო მედია და არა მარტო მედია დაღუპული ჟურნალისტების მიმართ სოლიდარობას ამ ფორმით გამოხატავს. ჩვენ ამ სოლიდარობას უერთდებით და ვტოვებთ წარწერას. მე ვარ შარლი, საქართველო.